ნიგზიანი სალატის მოყვარულობა ჩემსკენ მოგროვდით. სასწაული იმერული სალატი მაქვს თქვენთვის. ნახეთ, ავცეკდი ისეთი გემრიელია. მოგესალმებით აპოლინე სამყაროში. დღეს მოვამზადოთ მარტივი, მაგრამ ძალიან გემრიელი ქათმის სალატა. ქათმის ფილე, ნიგოზი, მწვანე სალათი, მწვანე ხახვი, კვერცხი, ყველა ინგრედიენტი ბუნებრივი და ხელმისაწვდომია. უხდება როგორც სადილებს, ისე სადღესასწაულო სუფრებზე. ახლა კი დავიწყოთ და ვნახოთ რა გვჭირდება სალატის მოსამზადებლად. სალატისთვის გვჭირდება დაბრაწული ქათმის ხორცი. ოქროსფერი ქერქით არც გამომშალი და არც მძიმე. მე დღეს სალატში მხოლოდ ქათმის მკერდს გამოვიყენებ. კარგად დაბრაწული, რბილი და ნაზი ტექსტურით. მე მაქვს აქ 1 კილოგრამი ქათმის მკერდი, 5-6 ცალი მოხარშული კვერცხი, გვჭირდება სალათის ფურცლები, მწვანე ხახვი, კიტრი, კამა და ნიგოზი. მარილი, შავი პილპილი და ძმარი დაგჭირდება კიდევ შემდეგ მოგვიანებით. ქათმის ფილე დავჭროთ შუაზე, სიგრძეზე, მოვაყაროთ მარილი, ცოტა შავი პილპილი და შევწვათ ღუმელში. თქვენ შეგიძლიათ გრილზე, ტაფაზე ან ღუმელში შეწვათ. მოვაყაროთ მარილი და ცოტა შავი პილპილი. ზემოდან მოვაცხათ ზეთი, მე მაქვს ზეითუნის ზეთი, რომელიც ასევე შესაწვავად გამოიყენება. გადავიტანე გამოსაცხობ ფორმას და უნდა შევწვათ დაახლოებით 180 გრადუსზე 20 წუთიდან 30 წუთამდე დაგჭირდება, დაახლოებით 20 წუთი ან ნახევარი საათი. მანამდე მე დავჭრით ანარჩენ ინგრედიენტებს. როგორც არის მწვანე ხახვი. ხახვი უმჯობესია თუ წვრილად დაჭრეთ და არ იქნება ძალიან ზომებად დაჭრილი. ხახვი ყოველთვის მატირებს ხოლმე. კიტრი ახლა გავყოთ შუაზე. ეს შუა ნაწილი ამოვიღოთ, იმიტომ რომ ჩვენ სალატს შემდეგ ძალიან დაარბილებს და დაასვენებს. ეს შეგიძლიათ მიირთვათ. ძალიან გემრიელია. თქვენ დაჭერით თქვენ სასურველ ზომებს და თქვენ სასურველ ფორმაზე. მე უბრალოდ შუაზე გავჭერი და ესე პატარა ნაჭრებად დავჭრი. კვერცხი უნდა იყოს მოხარშული და უმჯობესია თუ კვერცხს რამოდენიმე საათით ადრე მოხარშავთ და კარგად იქნება გაცეებული, რადგანაც ესე არ ჩაიშლება. კვერცხის დაჭერას თქვენ სასურველ ზომაზე მესეთხლად ბრძალ ნაჭრებად დავჭრი, გვალ ნაჭრებად. დავჭრათ სალათის ფურცლები, ზოგი სალათის ფურცლებს საერთოდ დაჭროს არამედ ესე აქოც მაცებს. მოკლედ, სალათის ფურცლებს მე სულ ბოლოს დავუმატებ. სალატს ძალიან თქვა დაჭრა არ უხდება. გადავიტან და ცალკე ექნება სულ ბოლოს დავუმატებ, რომ არ ჩაიშალოს ცხელ ხორცში. დავჭრათ კამა. მოკლედ ამაზე ძალიან ხშირად არის ხოლმე დისკუსია, ეს არის კამა თუ ცერეცო. ხლად დავჭრათ. უბრალოდ რაც შეიძლება წვრილად. ჩვენი სალათი უნდა გავამდიდროთ ახლა ნიგზით. დაგჭირდება დაახლოებით 2 ჭიქა ნიგოზი, ჩემთან არის საკმაოდ დიდი პორცია. ჩოპერში არის უკვე 100 გრამი ნიგოზი მოთავსებული, კიდევ დაახლოებით 120 გრამს დავუმატებ, დავაჩოპერებ კარგად. ფაქტიურად ვაკეთებ ნიგზის პასტას. დავუმატებ შემდეგ მარილს და ცოტა ძმარს.
ნიგოზე დავაჩოპერე, თანაც ძალიან კარგად ისე რომ თითქმის ამის არის ზეთიც კი გამოუშვას, რომ ეხლა ძალიან რომ მოვიდომო. გადმოვიტანე ახლა მე თაში. დავუმატებ ძმას, დავუმატებ მარილს, შევანელებ და ფაქტურად პასტაც მზად არის. ნიგზის პასტა. ნიგოზი სქელია და რომ შევათხელოთ, თბილ წყალს დავუმატებ. სალათისთვის არ უნდა იყოს სქელი, ცოტა თხელი უნდა იყოს, რომ უფრო მარტივად და კომფორტულად გადანაწილდეს ნიგზის соуსი. ყველგან ახლა დავუმატოთ მარილი. დავუმატოთ ღვინის ძმარი, ოღონდ არ უნდა იყოს ძლიერი. ცოტა სუსტი ძმარი დავუმატეთ. მარილს და ძმარს თქვენი გემოვნებით გავუკეთეთ. კიდევ გავათხერე ნიგოზე, აუცილებლად შეხედეს ციცქეს. ქათმის მკერდი შეიბრაცა უკვე, მე ზედა ქვედა წვაზე მქონდა გაჩერებული დაახლოებით 30 წუთი, შემდეგ 10 წუთი გრილზე გავაჭერე. შედარებით შეგრილდა უკვე. როდესაც გადაიტან თაში, ან და იქ სადაც ამას გამზადებთ, შეგიძლიათ თავზე გადააფოროთ ალუმინის ქაღალდი და რაც შეიძლება წვნიანი დარჩება ხორცი. ამე კუბიკებად დავჭრი. აი თითქმის გავედი უკვე ბოლოში, ამასაც დავჭრი, შემდეგ აურევთ ერთმანეთში ყველაფერს და ჩვენი სალათი იქნება უკვე მზად. ეხლა გადავიტანოთ უკვე თაში. ნამდვილი ქართული სალათა გამოდის ნიგზით. ნამდვილი. იმერული სალათა სხვათა შორის. მოვიდა მომენტი, რომ ნიგოზე დავუმატოთ. მარილი, ძმარი, ყველაფერი შევამოწმეთ აბსოლუტურად. ახლა აურევთ და ნახოთ როგორი იქნება. შემდეგ დავუმატოთ უკვე სალათის ფურცლები. ეხლა უკვე გასაჯვის დრო. მარილი ვნახოთ, ძმარი ვნახოთ, თუ რა მეაკლია, ეხლავე დავუმატოთ. აბსოლუტურად ყველაფერი აკლია. მარილიც აკლია. ძმარიც და შავი პილპილი საერთოდ არ აქვს. შავი პილპილი იხდება ძალიან. ეს არის ძმარის, ცოტა ძმარი. პროცეული უნდა მოვაყაროთ ზემოდან. ფერსაც არაჩვეულებებს მისცემს. Oh my god, ნახეთ რა ლამაზია. ეხლა გადავედი ფანტაზიებში, თუ ნიგოზი არ გაქვთ, მაიონეზით იქნება ძალიან გემრიელი. ესე მარტივად და სწრაფად მოვამზადეთ სალათი. ეხლა გავსინჯოთ და ვნახოთ როგორია. არის თუ არა მართლა ისეთი კარგი, როგორც ვაქებ. ცოტა მეტი სალათის ფურცლები დაჭირდებოდა. უკვე ვხედავ, რომ სალათის ფურცლები აკლია, იმიტომ რომ მთლიანიც კი არ დამემატებია. ზოგი იქით დავტოვე გვერდზე. ვნახოთ ეხლა. მარილი კიდევ აკლია, თვით როგორ სალათა ძმარს იტანს კარგად და ან მე მქონდა ძალიან სუსტი ძმარი, არ ვიცი, სულ ასე მგონია რომ ძმარი აკლია. მოკლედ, კარგად უნდა შეაზავოთ სალათა რა. აი ნიგოზე უნდა იყოს კარგად შეზავებული.
ისე არაჩვეულებრივად ძალიან გემრიელია. აუცილებლად უკეთ კარგად ჩავეპილპილი, არ დაინანოთ, ძმარიც, მარილიც. ნახეთ, ავცეკვდი ისეთი გემრიელია. ჩემს შვილებს ვკითხავ ხომ და მართლა გემრიელია. მეუბნები ხოლმე რომ ძალიან ბევრი ვიდეო არ მაქვს გამოქვეყნებული. იცით რატო? ძალიან ბევრი. იმიტომ რომ არ მომეწონა. ის რაც მე მომწონს, იმას ვაქვეყნებ. საერთოდ ესეთი რაღაცა რომ თქვენ თვითონვე უნდა შეეცადოთ შემდეგ რომ გემოები მისის. ეს არის ბაზის ინგრედიენტები რა ჩვენ. ეხლა აქ ყველაფერი აურიეთ და მოვამზადეთ სალათად. დანარჩენი უკვე ეს არის გემოების თამაში უკვე. იქნება ეს ძმარი, იქნება ეს მარილი, იქნება ეს შავი პერპილი თუ სხვა ინგრედიენტი. მე ახლა მარილის დოზებს აქ ვერ დავწერ, იმიტომ რომ ეს არის მჟავე კიდე რომ დავწერო რომ 1 ლიტრაზე გვჭირდება 2 ან 3 კოვზი სუფრის კოვზი მარილი. არა, ეს არის გემოვნების ამბავი. ჩემს ოჯახში მაგალითად ჩემი ქმარი რომ იძახის რომ არის ძალიან მლაშე, ჩემთვის მარილი აგლია. ახლა კი მე დაგემშვიდობები და ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს მომავალ ვიდეოში. თუ მეგოწონა დალაიქე და გამოიწერე არხი იმისაც რომ არ გამოტოვოთ ახალი ვიდეო რეცეპტები. დროებით.